მეგობრებო, საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უფალმა მოგცეთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული ყველა ოჯახში. მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემ მხარდამჭერ საზოგადოებას, რომ გვეჩემიდგანან და ჩვენს ყველაფერს იზიარებენ, ჩემი და ჩემი მეუღლისას, ჩემი უჩასი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოწონება და დიდი რეიტინგი დადო ჩვენმა სოციალურმა ქსელებმა, უკვე დავიწყარით რო ეტყვია მთლიანი სივრცე და ევროპა და მსოფლიო. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ აღწევენ ყველავინ, რადგან ეს ყველაფერი მე მოცემული მაქვს ღვთისგან მონიჭებული ეს რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და ხდება. ასევე არავის არ ეგონა თუ მე დავოჯახდებოდი, მოხდა გარდასახვა, შევქმენი ოჯახი ჩემს საყვარელ მეუღლესთან ერთად უჩა ჭაბაშვილთან. მე რომ პოზიტივით გამოვდივარ, ჩემი მეუღლე რომ გამოდის, ღიარულობს კომედიურ რაღაცებს ავრცელებს, თქვენ ვიღაცა სულელი ხო არა გონიათ ანკეთი ეგიდონაშვილი ან უჩა ჭაბაშვილი. ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ დასრული, ჩამოყალიბებულ დონეზე განათლებული ნორმალური კომუნალური ხალხი, რომლებსაც გვაქვს კულტურა, ზნეობა, ზრდილობა, მიდგომა და ყველას პატივისცემით და სიყვარული და სიკეთით უტკებით და ჩვენ ზღვარი ვიცით უკვე. ჩვენი უმორჩილესი თხოვნა არის მშობლების მიმართ. ეს უზრდელი ბავშვები რო დაზარდით. პირველი მინდა შევეხო ამ ფაქტებს. მე საერთოდ ღმერთმა კარგად მიმყოფს ჩემი ლუკა ალადაშვილი. ის ისეთი ბავშვი არის, რომ არასდროს ესეთ რამეს არავის არ აკადრებს. 12 წლისა ხდება, გასაგებია საძისდება, როგორ ისდება, მაგრამ ბავშვის ჭკვაში რაცა ჯდება და როგორც აჯდება, მაგრამ ბავშვს საერთოდ უნდა აღზრდა და განათლება. მინდა შევეხო ასევე ძალიან უკულტურო უზნეო მანდილოსნების საკითხს, რომ ჩემ მეუღლეს ურეკავენ. ჩემ მეუღლეს ასწერენ თურმე ტყუპების ორსულად არიან, თურმე უჩასკან ცოლები არიან. აი რატო რა ხდება? უბრალოდ თქვენ თავებს ამცირებთ, თქვენ თავებს შეურაცხყოფას აყენებთ, დაბლა ეცემით, თქვენვე იგდებთ თავს სამარეში და მასხრაფური. ჩვენ არაფერი არ გვაქვს და აგერაზის ჩემი გირბი ჩაუჩა, ჩემი ცხოვრება და სიხარული, კაცს ვერ მოусვენია, საპირფარეშოში ვერ გასულა, საჭმელი ვერ უჭამია. თქვენი პატარა ბიჭია უჩა? ანკეთი ეგიდონაშვილი თქვენი ხელწამოსაკრავია? დავფიქრდეთ, ჩამოვყალიბდეთ რა. აი ძალიან აგთხოვთ. კიდე გეუბნები დიდი საზოგადოების და ფართო აუდიტორიის წინაშე ქეთს დავხრი და მადლობას გადავხდი ყველა ჩემს თანამოქალაქეს, ყველა ჩვენს მხარში ამომდგომებს, ჩვენს სანათესაო წრეს, ჩვენს სამეგობრო წრეს და ჩვენს საძმაკაცო წრეს. მაგრამ რაც შეეხება ეს ზღვარი ყველაფერს აქვს, ქრისტე ზომიერად აკეთებს ყველაფერს, ჩვენ ვიცით ზღვარი, იმ ზღვარს არ უნდა გადავაბიჯოთ არც ერთმა. დამთავრდეს გეხვეწებით რა. ეს ცირკი და მასკარადი. ჯერ ეგერთი, მეორეს ვიწყებ, ხალხი ითხოვს ჩვენ სიმღერებს, ის კი არა, მიწვევები უფრო გაიზარდა, მაგრამ არც ერთ მხარეზე ჩვენ არ მივდივართ. არც ქორწილში, არც რესტორანში, არც სარეკლამო პიარებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვაიმე ყველაფერი გადაღლის ფონიც არის უკვე ღმერთო. კიდე გეუბნებით მე თქვენ ოჯახებს, მე თქვენ შვილებს, მე თქვენს მეუღლებს, არანაირ შეურაცხყოფას არ ჩემი მეუღლე, არც მე არ ვაყენებთ. ჩვენ რო ვიცინით, ვიღიმით, პოზიტივით გამოვდივართ, ამხიარულებთ საქართველოს ემიგრაციას და ღერი ვართ ცეკვავთ, ეს არის ჩემი პოზიტივი. მე ჩემი ცხოვრება თავიდანვე სიმღერამ და ცეკვამ გადაარჩინა. ბავშვი რო წამართვეს და მე როცა უკვე სტრესებში ვიყავი, დავიწყე სიმღერა. ეს იყო რელიგიიდან გამომდინარე, უფლისგან ჩამესახა ეს ყველაფერი. უმორჩილესი თხოვნა არის, თქვენი კიდე გეუბნები, ზარი არ დაფიქსირდეს არც ერთისგან, რომ უჩას დაურეკოს ვინმე, მე შენგან ორსულად ვარ, მე შენთან სექსი მინდა, მე შენთან ესე მინდა, თორე კიდე გეუბნები, ჩემი ქმარი თქვენსკენ არ წამოვა. აი როგორც ხვალინდელი დღე უნდა გათენდეს და ხაცზე მე ჯვარზე გავეკვრები და ვიცი, ესე ვიცი.
ეს 1 წამი არ მშორდება, 1 წუთი არ მშორდება, 1 საათი არ მშორდება და თქვენ იგდებთ თავს მასხარად. ან ოჯახები არ აკავთ, ან მეუღლეები არ აკავთ, ან ქრისტიან ოჯახებში არ ახართ აღზრდილები. რა დედამ გაგზარდათ, რა ოჯახში აღიზარდეთ, სად ისწავლეთ კულტურა, საერთოდ რა დაამთავრეთ ამ საზოგადოებამ. ხალხო, საქართველოში ვცხოვრობთ, ხალხო მცხვენია. Ცხენია, პირჯვარი უნდა გადავიწერო. ასეთი უზნეო სიტყვები, ასეთი უკულტურო ხალხი, ასეთი გაუნათლებელი, ბოღმიანი, შხამიანი, შურიანი, სადისტები, სად დაიზარდეთ? სად იზრდებით, ხალხო? ვისგან რა სისხლით ახართ ნაკვებები და რა ძუძუ გაქვთ ნაწოვები, ხალხო, რა გჭირთ? რა მოგივიდათ ადამიანებო? ხვალინდელ დღეს ვის რა მოელის, ვიცით? ვის სად რას მოგვივლეს უფალი გავიგებთ ამას? რატო ჩვენს ცოდვებზე არ ვფიქრობთ? რატო ჩვენს ოჯახებს არ უყურებთ? რატო ჩვენ ოჯახებზე არ გადაგვაქვს აქცენტი? უჩა ქეთი არ არის თქვენი საბულინგო, სამასხარაო და თქვენი ბავშვებისაკიდან მით უმეტეს ერთი ატაცებული ბავშვები რო ჩემ ქმარს ეუბნები დიდი ზომისა გაქო 15 წლის გოგოები რა დედმამის აღზრდილები ხართ გოგო ცხენია ასეთი ქართველები რო ცხოვრობენ საქართველოში პირჯვარს გადავიწერ შენდობას ვიტყობ უფალთან და დავამთავრებ ამით მიხედეთ თავებს და ოჯახებს ჩემი ბოლო სიტყვა ეს იქნება ღმერთმა დაგლოცოთ მოგიტევოთ ცოდვები გაგინათოთ გონება და მიხვდებით ბოლოს რა შეცდომებსაც უშვებთ